სიცოცხლე სხვის სხეულში. შენ შეგიძლია იყო დონორი. გაქვს საშუალება გადაუსხა სისხლი ვინმეს. შენ მას სისხლურ ჯედება სხვის ვენებში მაინც იწყოს თავისუფლად მოძრაობა თუ მიმოქცევა. მოიძებნება ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთაც შეგიძლია გადაუნერგო ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო, ფილტვები, ტვინი, თირკველი და მრავალი სხვა. მაგრამ ყველაზე ბოლოს გული, რომელსაც ყველაზე იშვიათად იყენებდი და რომლის გარეშეც ფაქტობრივად ისიც ხომ შეუძლებელია იგრძნო ყოველივე ამის მნიშვნელობა რეციპიენტისათვის. რა თქმა უნდა, მხედველობაში თუ არ მივიღებთ იმ გარემოებას, რომ შესაძლოა სენტიმენტებს ამ უკანასკნელით არც კი აღიქვამდი. შეგიძლია კი შეიგრძნო ყველა ამ პროცესის სიმძაფრე, რომელიც შენს ცხოვრებაში დაუვიწყებელი და მოგონება იქნებოდა, რაც ყოველივე ამ პროცესებმა მიგახვედრა და შთაგაგონა და სწორედ მანვე უნდა დაასრულოს. შენ შეგიძლია მიხვდე იმას, რომ შენი სხეულის უზარმაზარ მასივარში დებით უფრო უკდავყოფ შენ სიცოცხლეს, ვიდრე იმით, რამდენი სიცოცხლე ან დაგრჩენია. შენ ალბათ არ შეგიძლია კაზუო იშიგუროს არასოდეს გამიშვას გმირებივით დონორობის მსხვერპლი იყო და არ შეგეშინდეს, რომ თავი მათ ადგილას წარმოიდგინო და სიცოცხლე არ მოგწყურდეს და უნებურმა თრთოლვამ არ აგიტანოს მთელს სხეულში. გეყოფა კი იმის ძალა, სიცოცხლისადმი ლტოლვამ არ ამოხეთქოს ანაზდად შენში. იქნები თუ არა მზად იმისთვის, რომ შენი საფლავი ვერ იქნება სხვებისნაირი, რომ შენი ჯანმრთელი, ნავარჯიშების სხეული ერთი ხელის მოსვლით გადავა სხვის ორგანიზმში, რომ შენი შენახული და თამბაქო მიუკარებელი ფილტვები ჩაანაცვლებს ღრმა ბავშვობიდან მწევრის ფილტვებს. არა მგონია შეგეძლოს ამდენი ჭირვარამის გატანება წარსულისთვის, ამდენი სიკეთის გაკეთება კაცთა მოდგმისთვის და მერე ისე გაქრობა ამ ქვეყნიურ სამყოფელიდან, რომელიმე მითოლოგიური არსება ან პერსონაჟი იყო თითქოს. სიკეთეს უანგარო დაკეთებდე და ადამიანებს შენი სახელი ცოდნა არაფერს სჭირდებოდეთ. მაგრამ შენ შეგიძლია მკვეთრად შეიგრძნო, თუ როგორი სასიხარულო თუ საამაყოა ახალგაზრდა რეციპიენტის დონორად ყოფნა, იმ მცირე ადამიანთა ჯგუფს შორის ყოფნა, რომელთაც დონორები ჰქვიათ, რომელთა ამაგიც არ არის არც ჯარისკაცი და არც გმირზე ნაკლები, რომ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანთა სისხლით მორწყულ მიწაზე მოკვდები თუ პირდაპირ ზვარაკი იქნები შენი ნებითვე. ძარგით წარმოიდგინო ერთი სიცოცხლის გადარჩენით გაბედნიერებული სახეები, რომელიც სარეწლიდან 60-ში გადასვლის ჯამს შეგიძლია გამოიყენო და წარმოისახო, როგორც თერაპიუმი და ქერუბიმი. მე მჯერა, რომ შენ შეგიძლია დაწვე სარეცელზე და სამუდამო მოგზაურობისთვის მოემზადო, თვალები დახუჭო და არავისი და არაფრის შეგეშინდეს. მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით. მაგრამ შენ შეგიძლია გაუმკლავდე წყარამსა და კუნაპეთ ღამეს. კითხავდი და შეგიძლია მეთქი, მაგრამ